გაუმარჯოს, მოგესალმები, როგორ ახარ? იმედია, კარგად ხარ, იმედია ხოძე ხარ და აი თქვენ წინაშეა დაპირებული ვიდეო, რომელიც დაგპირდით, ბევრს არ გჯერავთ, რომ არ ვაკეთებ ბევრს editing-ს, მაგრამ ფაქტი თქვენ წინაშე და ახლავე განახებთ თუ რას ვაკეთებ საერთოდ. მეგობრებო, ბევრი რაღაცის სახელები არ ვიცი, ასე რომ ყურადღება მიაქციეთ ჩემ მაუსის მოძრაობას, მე ვეცდები მაქსიმალურად აგიხსნათ, მაგრამ თუ სისულელე გამომივიდა, ნუ გამკიცხავთ ამის გამო, არის რაღაცა ცოდნა, რომელიც აგდევს და თუ შემატყობ ხელის მოძრაობას ან მაუსის მოძრაობას, რას ვაკეთებ, ძალიან გთხოვ დააკვირდი ამას. მე ვეცდები რომ აგიხსნა, უბრალოდ არის რაღაცეები, რაცაც ვერ ვხსნი, ფიზიკურად ვერ ვხსნი, რატო ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ. მეგობრებო, პირველი disclaimer-ი, ანუ გაფრთხილება იმის შესახებ, რომ მე არ გახლავართ არც პროფესიონალი ედიტორი, არც პროფესიონალი colorist-ი. ანუ ეს ორი ნიშნავს იმას, რომ მე პროფესიონალურ დონეზე არ ვიცი editing-ი და არც ფერები ვიცი პროფესიონალურ დონეზე. ეს ისე, რომ იცოდე. მეორე გაფრთხილება ის არის, რომ ეს ვიდეო სავარაუდოდ ცოტა გრძელი გამოვა, ნუ არ ვიცი რამ ხელა გამოვა, მაგრამ რაც გამოვა, ითხოვე და მოგეცა, ანუ ამაში მე არ ველოდები ნახვებს და ლაიქებს, ნუ ღმერთმა შეგარგოთ, როგორც იქ იყოს, ისე იყოს. მაგრამ უბრალოდ რო იცოდეთ, ასე გამოვა. კადრები უკვე არჩეული გვაქვს, რა კადრები დავაედიტოთ. ნუ რატო ავარჩიე ეს კადრები და ეს კონკრეტული ქორწილი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ კადრებზე მოგახსენებთ, იმიტომ რომ არის დღის სხვადასხვა მონაკვეთები არჩეული, არის დილა, არის შუა დღის კადრები, არის მოღრუბლული კადრები, არის მზიანი კადრები. მოკლედ, ბევრი სხვადასხვა კადრებია, ისე რომ, როგორც არის, აი ეს არის მაგალითად sunset-ის კადრები. ეს საერთოდ შუაღამეს არის გადაღებული. მოკლედ ბევრი სხვადასხვა რამეა და მოდი მე ვფიქრობ, რომ ნორმალური highlight გამოვა ამ ვიდეოდან, ასე რომ ვიმუშაოთ ერთად ამ ვიდეოზე. Editing-ი რო დავიწყე Apple-ზე, Apple-ის ლაპტოპი მქონდა, დავიწყე Final Cut-ით, შემდეგ შევიძინეთ უკვე Windows კომპიუტერი და გადმოვედით მთლიანად Premiere Pro-ზე. ასევე გვაქვს უფასო ვერსიას და ფასიანი ვერსიას DaVinci Resolve-ის, რომელსაც მე ვერ გავუგე მაგალითად ვერაფერი და როგორც მოგახსენეთ, რადგან მე პროფესიონალი colorist-ი არ გახლავართ, ნუ DaVinci Resolve-ი ვიტყოდი, რომ ძირითადად უფრო ამ კუთხით არის ცნობილი, რომ საუკეთესოა ფერების გასასწორებლად, მაგრამ მე ვერ გავუგე ამას ვერაფერი და სიმართლე გითხრათ, მე ამ ფილმებს ჰოლივუდში არ გგზავნი, ასე რომ მაგის ნერვები ვისაქვს. თუ ღმერთი გძამს, ნოტები და ისინი მაწყობია ახლა. ჩვეულებრივ Premiere Pro-ში ჩაყარა რაღაცა ფაილები, მოაწყო, ეგ არის თემა. პირველ რიგში მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ეს კონკრეტული ფერები, რომელსაც ახლა თქვენ ეკრანებზე უყურებთ, ეს არის თუ უკვე კამერიდან გადმოსული ფერები, ანუ ჯერ არაფერი არ დაგვიმატებია ამაზე. მე არ ვიღებ ეს ლოგით, მეგობრებო, flat profile-ით არ ვიღებ, ვინც იცით, ვინც არ იცით, ეს არის უფრო აი ფერები რო არა აქვს საერთოდ ვიდეოს და ანუ 0-დან რო იწყებ ამის გაკეთებას, ჩვენ ასე არ ვიღებთ არაფერს. მე ვხმარობ Sony-ზე მაგალითად Creative Looks, Sony-ის მომხმარებლები მიხვდებით, თუ არ გაქვს Sony სამწუხაროდ ძალიან მწუხვარ, მოკლედ რო ვთქვათ, რატო არ გაქვს Sony? Creative Looks ქვია natural, ანუ ეს არის ნატურალური ნეიტრალური ფერები, როგორც ხედავთ, ცოტა ყავისფერია ეს ფერები, ანუ ყავისფერი რა, უფრო სერი, აი მოდით უბრალოდ განახებთ, რა ხდება, როდესაც saturation-ს მოუმატებთ, ახლა ვიღაცა გამლახავს, იმიტომ რომ რა სიტყვებს აღარ ვხმარობო, არა და ეგრე ქვია, აი ნახეთ, როგორ ეძლევა უცებ ფერები, მაგრამ თუ ამას არაფერს არ მოუმატებთ, აი ესეთი ცოტა გახუნებული ფერები აქვს, რაც როგორც აღნიშნე, გაძლევს საშუალებას, რომ ცოტა იმუშაო და მეტი მე არც მინდა სიმართლე გითხრა, მე ვერ დაუждები საათნახევრიან ვიდეოს და თითო კადრს სხვადასხვა დროს გადაღებულს, რომელზეც კონტროლიც არ მქონდა საერთოდ, ვიღებდი ისე, რომ უნდა გადამეღო, ვასწორო და ფერები უსწორო იმას და მოკლედ რა მთელი პროცესია. მოკლედ, ბევრი საუბრის გარეშე დავიწყოთ მოკლედ ამ ვიდეოზე მუშაობა. პირველ რიგში ვირჩევ მუსიკას. ეს ყველაფერი აწყობილია მუსიკაზე, რომელიც აი აგერ გახლავთ ბატონებო, მუსიკის subscription-ი მაქვს, ანუ ბევრი საიტი მაქვს, დაახლოებით 2 საიტი მაქვს გამოწერილი, რომელშიც ფულს ვიხდი ყოველწლიურად, საიდანაც შემიძლია ავიღო მუსიკა უფასოდ. თუ ამას უფასოობა ქვია, დაახლოებით ერთი მიჯდება თვეში $70, მეორე მიჯდება $20, რაც არის ეგ არის. როცა პროფესიონალურად აკეთებ რაღაცას, საჭიროა ესეთი რაღაცეები. ამასობაში არის შემოვიდა WhatsApp-ო.
მოდი ჩვენ დღეს ყურადღება მივაქციოთ ფერებს და როგორ გავასწოროთ მაქსიმალურად ფერები. ნუ პირველ რიგში როგორც ხედავთ, ეს გახლავთ დრონის კადრი, რომელსაც ვიღებ ჩვეულებრივად ავტოზე ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რადგან ცადე ამის ფლეტით გადაღება, უფერულად გადაღება, მენუალით გადაღება და სიმართლე გითხრათ ცოტა დამტანჯველი იყო ვიდრე რამე DJI Mini 3 Pro-ს და ნუ ეს არის რაც არის ახლა ჩემს საქმეს ადგება დიდი დრონის მომხმარებელი მე არ ვარ და არც გულშემატკივარი ის არის რაც არის უბრალოდ ფას უმატებს ცოტა პროდუქტს სულ მეტი არაფერი მარტო ამ დატვირთვით მაქვს მოკლედ გადაღებულია ავტოზე ჩვენ აქ არაფერი saturation-ის დამატება არ გვინდა იმიტომ რომ უკვე ამას აქვს saturation-ი აქ რომ saturation-ს დავამატებთ შემდეგ სხვა კადრები იქნება უფრო ნაკლებად გამოკვეთილი, ასე რომ არაფერს მსგავს არ ვამატებთ. ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, გავასწოროთ white balance-ი. ნუ ვიცით რომ ეს კადრი გადაღებულია დილით, ნუ დაახლოებით ლურჯი შუქი უნდა იყოს. ნუ მიახლოებით ნორმალური ფერებია, მაგრამ მაინც ვეცადოთ გასწორება. ნუ აი პირველი რაც მივიღეთ, როდესაც აი აქ ვაჭერთ white balance-ის ღილაკს, ვიღებთ აი ესეთ შედეგს. რაც როგორც აღვნიშნე, ეს კადრები გადაღებულია დილით და ზუსტად მახსოვს, დილით იყო ოდნავი მზე, მაგრამ ძირითადად იყო მოღრუბლული, ასე რომ ჩვენ და ალბათ უფრო ლურჯი ფერები უფრო გვაინტერესებს, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი ეს ფერები არ იყო იმ დილას, ასე რომ მოდი ვცადოთ თავიდან, მოდი აი ამ თეთრზე გავასწოროთ. ახლა მოგცემ მწვანე ფერი, რაც უფრო დიდი სისულელე ვიდრე მანამდე იყო, კიდევ ვცადოთ სხვა თეთრზე. აი მოდი ეს თეთრი ვცადოთ. არც ეს არ წავა. ყველაზე ახლოს მე ვფიქრობ, ეს არის ჩვენს ფერებთან, სულ არ ჭირდებოდა ბევრი არაფრის მომატება, იმიტომ რომ როგორც აღვნიშნე, ეს იყო დილით გადაღებული და გვერდით ჩემ ექსპოზიციის ფანჯარას ჩვენ ცოტა შავი ფერი შეგვიძლია ჩამოვწიოთ და ჰაილაითებია ოდნავ მაღალზე, ამ ორის გასწორება შეგვიძლია ახლა ძალიან მარტივად. გადავდივართ curve-ში, ვაკეთებთ აი ესე სამ წერტილს, ოდნავ shadows-ას დავუწიოთ, რომ მეტი სიკაშკა შემოგცეს, არ ვიცი როგორ გამოითქმის, მოკლედ უყურეთ რაც ხდება. ცოტა ოდნავ შეიძლება შავ ფერზეც დაწევა, ნუ როგორც აღვნიშნე ეს გემოვნების ამბავია, მაგრამ ჩემი გემოვნებით ასე ვიზავდი. მიტომ აი ესე გავაკეთოთ. ეს ცოტა მაღალი გამოგვივიდა. აი ასე ნორმალურად გამოიყურება, როგორც აღვნიშნე saturation-ს არ ვამატებთ, highlight-ის ოდნავ დაწევა შეიძლება, shadows მე ვფიქრობ აი ესე ძალიან ნორმალური იქნება და white-ის ოდნავ დაწევა. არაფერი განსაკუთრებული, როგორც მოგახსენეთ, ავტოთიც ძალიან მშვენივრად იღებს ეს ყველაფერი. ნუ ახლა რას ვაკეთებთ? ჩვენ ვიცით, რომ მეორე კადრიც ზუსტად იმ დაახლოებით წუთ ნახევარშია გადაღებული, ასე რომ ფერები და განათება ფაქტიურად ერთი და იგივე უნდა იყოს, როგორც ხედავთ, აი აქიდან გავფრინდი, მივფრინდი შემდეგ აი აქ, როგორც ხედავთ, აი აქ მივფრინდი და მეორე კადრი გვაქვს აქ. ანუ განათების თვალსაზრისით ბევრი არაფერი შეიცვლებოდა, ასე რომ ჩვენ უბრალოდ დავაკოპირებთ ამას, რაც ახლახანს გავაკეთეთ, რაზეც გავასწორეთ და გადმოვიტანთ აქ და paste. სულ ეგარი. ესე იყო მანამდე, ახლა არის ესე. ანუ ხვდებით ხო, ბევრი არაფერი შეგვიცვლია. გადავიდეთ შემდეგ კადრზე. ეს არის უბრალოდ როგორც კი მოურჩი დრონის გადაღება, გადმოვედი რომ გავგვეკეთებია დეტალები, ანუ დაგვეფიქსირებია სად ხდება ეს მოვლენა და რაღაცა მსგავსი დეტალები საინტერესოა ხოლმე, ანუ უხდება ფილმსთან, განსაკუთრებით მაშინ უხდება და მაშინ დააფასებ ასეთ უაზრო კადრებს, როდესაც არაფერი არ გაქვს რომ შეავსო ვიდეო, არა და კაი მუსიკა გაქვს, ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ აი ცოტა რაღაცა კადრები გაკლია და იმ მაგ დროს იყენებ აი ესეთ უაზრო კადრებს, რომელიც აი ამ შემთხვევაში აზრიანია. ისე მეგობრებო, ყველა კადრზე ძირითადად ასე ვაკეთებ ხოლმე, ვიღებ white balance, პირველ რიგში white balance ვაკეთებთ, ნუ ბევრი არაფერი შეუცვლია, იმიტომ რომ პროფესიონალთან გაქვთ საქმე, დაახლოებით white balance-ი გასწორებულია და აი ახლა აქ უკვე, იმიტომ რომ ეს კადრი გადაღებულია კამერით, ანუ ხელით გვაქვს გადაღებული ეს ყველაფერი, უმატებთ saturation-ს, დავაყენეთ 100-დან 120-ზე, 120 გვიყენია ახლა. არაფერი არ მითხრათ ახლა 120-ზე, როგორც ხედავთ ჩვენი wavy
ნორმალურად გამოიყურება, ანუ აქ მეც არ ვიცი რა შეიძლება გაკეთდეს, არაფერი მეტი აქ გასაკეთებელი არ არის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მაინც ცოტა უფრო ცოტა მკაფიო რო იყოს, არც ბევრი, არც იმდენი არ გვინდა რომ ძალიან დიჯიტალი გამოვიდეს, მაგრამ ოდნავ რაღაცეები შევცვალოთ. ну მოგახსენებთ მეგობრებო, კიდევ ისე შეგახსენებთ რომ მე პროფესიონალი არ გახლავართ ამ საქმეში და ის არის რაც არის. ну აი ხა ხედავთ რომ ეს უკვე ცოტა სხვა დროს არის გადაღებული, ჩვენ აი ვერც ამას გამოვიყენებთ და ვერც ამას გამოვიყენებთ, იმიტომ რომ ეს იყო დრონით გადაღებული. ეს არის ხელით გადაღებული და შემდეგი კადრიც, როგორც ნახეთ, არის ხელით გადაღებული. ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ეს კადრი, გადმოვიტანოთ და ნახეთ რა მოხდება ახლა აქ. ну ჩვენი ფერები არ შეიცვალა, იმიტომ რომ ფაქტიურად არაფერი არ იცვლება აქ. განათებული გვაქვს ცა. როგორც მოგახსენეთ, იყო ცოტა ღრუბლიანი დღე, გახედეთ ჩემ waveforms, ეს რაც 100 არის გადაცილებული, ეს ყველაფერი გახლავთ ცა, დაანჩენი ექსპოზიციაში ძალიან ნორმალურია. ну სხვანაირად ვერ გადაიღებდი უბრალოდ ამას, შენ რომ ცა გამოაჩინო, ესენი დაგეკარგება, მზე რო იყოს, კიდე კაი იქნებოდა იმ შემთხვევაში, რომ ცოტა მზეს გამოაჭყიტინებდი აი აქ და კიდე რაღაცა შეიძლება ექსპოზიცია შეგექმნა, მაგრამ ახლა ის არის რაც არის. ну პირველ რიგში მოდი გავასწოროთ white balance-ი. ყვითელი ვერ იქნება, იმიტომ რომ დილით არის გადაღებული. ალბათ ყველაზე ახლოს ეს არის რეალურ ფერებთან. ну ამას მე კიდე შევასწორებთ. ну ალბათ მე მგონია რომ ყველაზე ახლოს აი ეს ფერებია რეალურ ფერებთან. დაუწიოთ ოდნავ highlight-ებს. shadows-საც ცოტა დაუწიოთ ასევე ცოტა white-საც, ძალიან ცოტა, ისე რომ არ ჩაგვიბნელოს კადრი და გადავდივართ ისევ curve-ში, სადაც ყველაზე მეც ალბათ აი აქ ვიმუშავებთ curve-ში. აი ძალიან რო აწევ, მე დეტალებს გიკარგავს, მაგრამ სიმართლე გითხრა, ბევრი დეტალები აქ არც არის. მოდი იყოს ასე. ნორმალურია, ამ წუთისთვის ჩემთვის ეს კარგია, დავაკოპიროთ. ხო, ეს კონკრეტული კადრი გადაღებულია დაახლოებით 2 საათის შემდეგ, რაც აი ახლა კადრი რო დავამონტაჟეთ, გადავიღეთ. ну პირველ რიგში აქ პლუსი ჩვენ ის გვაქვს რომ ჩვენ გვაქვს თეთრი კაბა, თეთრი ყვავილი და ძალიან მარტივი უნდა იყოს ჩვენთვის ახლა white balance-ის აქ გასწორება. სამწუხაროდ არ აღმოჩნდა ასე, ძალიან ლურჯი ფერია და ну ასეთი დღე თუ ვინმეს გინახავთ რომ ყველაფერი ლურჯი იყო, გამაგებიეთ. ყველაზე ახლოს ალბათ მაინც ეს ფერია, რომელსაც ხედავთ, მაგრამ ნახეთ ჩვენ აქ რისი გაკეთება შეგვიძლია. პირველ რიგში მოუმატოთ saturations და შემდეგ ვაკეთებთ ასეთ რამეს. ну ჩვენი პირველი მთავარი ამოცანა არის პატარძალი იყოს, რადგან მას უსვია მაკიაჟი და მთელი სისტემაა მოკლედ, მაქსიმალურად პატარძალი გამოვაჩინოთ. კარგად, ლამაზად, არაფერი არ აურიოთ. იმიტომ რომ ну მეჯვარეებზე ჩვენ პასუხს არ მოგთხოვენ, მაგრამ როდესაც პატარძალს უსვია მაგალითად ძალიან კარგად მაკიაჟი და შენ უცებ გამოაჩენ ფუფალად, ну არ გამოვა ლამაზი ეს ამბავი და რას ვაკეთებთ ახლა ჩვენ აქ. აი ესეთი მასკა ქვია ალბათ ამას, სწორად თუ არასწორად ვიძახი, გამაგებიეთ, მითხარით ვინმე, არ მეწყინება, მაგრამ ნუ ჩვენ გეწყინება თუ არასწორად ვიძახი. ну ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვნიშნოთ კანის ფერი. აი ესე იქნება კანის ფერი. ну მაქსიმალურად ეცადე მონიშნო ის ადგილი, რომელსაც თეთრიც და შავიც აქვს, რომ უფრო მარტივად შეძლო ფერის დაბალანსება. და აკვირდით ახლა ჩემს ფერებს, რომელიც გადახრილია წითლისკენ, აი და ეს ზოლი გახლავთ მეგობრებო, კანის ზოლი. არ ვიცი სხვანაირად რა უწოდო ამას. ну ჩვენი კანის ფერი მაქსიმალურად უნდა იყოს აი ამ ზოლზე გასწორებული და როგორც ხედავთ, ახლა ჩვენი ზოლი გადახრილია მარჯვნივ წითელისკენ. ჩვენ ეს უნდა დავაბრუნოთ უკან და დავაბრუნებთ ამას ოდნავი მწვანეს მომატებით. მე ვფიქრობ ასე ნორმალურია და რომ ნახოთ რა მივიღეთ ახლა ასეთი ასეთი რამე მივიღეთ, კანის ფერი შეიძლება კიდე შეცვლა ამის, შეგვიძლია მოუმატოთ ოდნავ. ცოტა ბევრი გამოდის. მოდი დავტოვოთ ასე და იყოს ასე. შემდეგ ამას წავშლით, აღარ გჭირდება და მივიღეთ ეს რაც მივიღეთ, ანუ ეს მანამდე და ეს უკვე ედიტის შემდეგ. ანუ როგორც მოგახსენეთ, არაფერს ასწაულს არ ვაკეთებთ, მაგრამ იმედი მაქვს აკვირდებით რა მოსდის კანის ფერს, უბრალოდ აი ესე იყო მანამდე, ახლა გვაქვს ეს.
კარგით, გადავინაცვლოთ შემდეგზე, ამას დავაკოპირებთ. ხო, სანამ გადავალთ სადმე, დააკვირდით ჩემს განათების ფორმას, ჩვენ კიდე შეგვიძლია ამის ქვევით ჩამოწევა, იმიტომ რომ შავი ფერზე გვაქვს ცოტა ოდნავ სამუშაო, 100 რომელიც არის გადაცენილი, ის გახლავთ მეგობრებო, აი ეს ცა, რომელიც გადანათებულია უკვე, სამწუხაროდ, მაგრამ რას ვიზავთ, ბევრს ვერაფერს ვერ ვიზავთ, დაუწიოთ ცოტა აქ. დაუწიოთ შავ ფერს, რომ მაქსიმალურად მივიყვანოთ 0-მდე და არა 0-ზე, 0-მდე. მოვუმატოთ აი ამას. კარგია. მოვუმატოთ აი ამას. ბოდის ვიხდი კიდევ ერთხელ, არ ვიცი სახელები რა ქვია და რა იყო მეგობრებო? ნახოთ და რა გახდა. აი ასეთი იყო გადაღებული და ახლა გვაქვს აი ესეთი კადრი. მოდი დავაკოპიროთ ახლა ეს და გადავიდეთ შემდეგ კადრზე. ხო, მეგობრებო, აი რომ ხედავთ, აი ეს უკვე არის გადაღებული დაახლოებით 4-5 საათის შემდეგ, სადაც უკვე ცაც მოიწმინდა და გვაქვს ცოტაოდენი მზე. იგივე კადრი, აი უბრალოდ განახებთ აი ამ კადრს, აი ამაზე გასწორებული, ეს იყო დილას, ეს უკვე არის შუადღეზე გადაღებული, აი თქვენ თვითონ ნახავთ, რომ პრინციპში რა, წავა. ოღონ white balance-ია არეული, ოდნავ არის white balance-ი არეული, დანარჩენი ყველაფერი კარგად გამოიყურება, მოდი გავასწოროთ. მოდი აი ამაზე გავასწოროთ. ვიცი რომ ოდნავ ყვითელი იყო, იმიტომ რომ მზე გვაქვს, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ მაქსიმალურ ფერებში ჩავждეთ და ასე გამოიყურება ახლა ეს ჩვენი კონკრეტული კადრი. მოგშეგახსენებთ, ყველაფერი ეს გადაღებულია ხელით. კარგით ბატონებო, შევედით ახლა პატარძალი მზადდება, ემზადება. როგორც ხედავთ, გვაქვს ცოტა ყვითელი ფერები, ცოტა სიბნელია, ჩვენი ძირითადი განათება იყო ფანჯრიდან, არაფერი სხვა განათება არ გვაქვს დამატებული და განახებთ საიდან მოდის ახლა ეს განათება, აი ეს ფანჯარა ანათებს აი ამ ადგილს, აი აქ და შეიძლებოდა კიდე მომატება, მაგრამ საიდანაც ვიღებ, იქაც ფანჯარა იყო და გამოდიოდა და არ მომეწონა მინიმუმ როგორც გამოდიოდა, ამიტომ ვიმუშავებთ აი ამ კონკრეტულ კადრზე. გავასწორებთ ამ კადრს და შემდეგ მარტივად შევძლებთ ამის copy paste, რომ იტყვიან. პირველ რიგში გავასწორებთ white balance, ეს მარტივი გასასწორებელია, იმიტომ რომ თეთრი კავააცვია. ცოტა ლურჯი შუქი მოგცა, სიმართლე რო გითხრათ და რომ დავწმუნდეთ, რომ ჩვენი white balance-ი სწორად არის გასწორებული, როგორც აღნიშნე, ვაკეთებთ აი ესეთ რამეს. მოდი მოვნიშნოთ კანი, რომელიც უფრო არ ვიცი სხვანაირად როგორ თქვა ახლა რასაც ვაკეთებ, როგორც ხედავთ, ნიშნავ კანს, რომელზეც არის მე ვფიქრობ ნორმალური ექსპოზიცია. ეს შეიძლება იყოს შუბლი, შეიძლება იყოს ხელი, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ სახეზე იყოს, მაგრამ არის ისეთი მომენტები, რომ არ გაქვს სახე მთლიანად განათებული და შემდეგ ვირჩევ სხვადასხვა ნაწილებს ადამიანებისას, რომ ეს პროცესი უფრო მარტივად გავიარო. როგორც ხედავთ, მეგობრებო, ჩვენი აი ეს ფერების ხაზი ნორმალურია, მაგრამ ოდნავ გადმოწეულია ყვითელისკენ, ასე რომ ჩვენ ის გადავგვჩენია ოდნავ გადავწიოთ ეს უფრო აი ასე გადავწიოთ და მე ვფიქრობ უკვე ძალიან კარგია. მოდი ვნახოთ რა იყო. აი როგორც აღნიშნე ყვითელი ფერი, მომატებული ყვითელი ფერი და ახლა გვაქვს ესე ოდნავი სიწითლე დაყვება, კანის ფერია და კანის ფერს დაყვება სიწითლეს და ცოტა იასამნისფერი, ეს ნორმალური ამბავია. ახლა ჩვენ რა დაგვჩენია? როგორც ხედავთ, ჩვენი კადრი ოდნავ გაშავებულია. ჩვენ უნდა გავასწოროთ ახლა ეს, პირველ რიგში მოვუმატოთ saturation-ი, რომ ვნახოთ რას ვაკეთებთ, მოკლედ რო ვთქვათ. ასე გამოიყურება ახლა ეს კადრი. მოდი გადავიდეთ curve-ში, გავაკეთოთ ისევ 3 წერტილი. პირველ რიგში დაუწიოთ ოდნავ shadows, ხედავთ ხო რაც ხდება, ასე იყო და ოდნავ როგორც კი დაუწევ, უკვე უფრო მუქი ფერი ეძლევა ყველაფერს. კიდევ ერთხელ ბუდის გიხდით, არ ვიცი რა ქვია ამ ყველაფერს. აუწიოთ აი ამას შუაში, ნახეთ როგორი რაღაცაა ეს მონაკვეთი. აქით ამ ხარი არის შავი ფერები, მეგობრებო, უფრო შავ ფერზე არის, ამას თუ დაუწევთ ქვევით გაშავდება, ამას თუ აუწევთ ზევით გათეთრდება,
მოკლედ რო აგიხსნათ. ეს გახლავთ Middleton, მაიცა ზუსტად გეტყვით რა ქვია ახლა მაგას. ერთი წამი, კი ბატონო, Middleton, ასე ქვია ამას, რომელიც ძირითადად სახის ფერზე არის აწყობილი. აი ესე იყოს და ეს მესამე გახლავთ highlight-ები, ამას აუწევთ გათეთრდება, დაუწევთ აი ესეთ რაღაცა საკეთებს, რომ შეგვიძლია ოდნავ აუწიოთ, არც ბევრი, მე მგონი Middleton-იც ბევრია, shadow-ც ესე. მე მომწონს ახლა ეს მაგალითად, ნორმალურია ეს ჩემთვის. ბოლოში განახებთ რა გამოვა. რა შეგვიძლია კიდე გავუკეთოთ? მოდი white ოდნავ მოუმატოთ, ნახოთ რას მივიღებთ. შემდეგ ძალიან დიჯიტალს ვიღებ და აღარ მინდა ეგ დიჯიტალი იყოს მოკლედ ესე როგორც არის. ოდნავ მოდი კიდე გავასწოროთ, ნახოთ სწორია თუ არა ჩვენი ფერები. მოდი დაუბრუნდეთ ისევ კანს, მოდი სხვა ადგილიდან ავიღოთ ტესტი, მაგალითისთვის აი აქ. როგორც ხედავთ, ისევ ყვითლისკენ ვართ გადახრილები, უნდა დაუბრუნდეთ უკან, ანუ მაქსიმალურად მიუახლოვდეთ ჩვენ ფერს და აი ეს პატარა მოძრაობა საკმარისი იყო იმისთვის, რომ დაუბრუნებულიყავი ჩვენ ფერს. მოდი დავაკოპიროთ ახლა ეს ყველაფერი, დაუბრუნდეთ აი ამ კადრს. დავადოთ ეს ფერები. ოდნავ გალურჯებულია, მაგრამ არა უშავს მგონია. ანუ როგორც მოგახსენეთ, ეს არის დილით მზის შუქზე გადაღებული. თეთრი, ძალიან თეთრი ხო არ. მე მგონია, რომ ძალიან ეს ოდნავ გალურჯებულია, თან სახე მაინც და მაინც არ გვაქვს და აი ამ მდგომარეობაში იქნება საუკეთესო ვარიანტი ეს. აი ეს ორი კადრი უკვე ერთმანეთს გავს. აი აქაც იგივეს გაკეთება შეგვიძლია. ნორმალურია ძალიან, ოდნავ შეგვიძლია გავაყვითლოთ, ოდნავ. ეს გემოვნების ამბავია. აი აქაც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ. აი ესე მარტივად, როდესაც ერთ რამეს ააწყობ, მე უკვე ძალიან მარტივად მიდის ყველაფერი. მოდი ავირჩიოთ აი ეს მონაკვეთი. აი აქ. ნორმალურია, ოღონ კიდევ შეიძლება ამის დაწევა, რომ ძალიან არ იყოს. აი ესე ნახოთ, აბა რა მოხდება აქ. ძალიან კაია, მომწონს მე მაგალითად. ფერებშიც ნორმალურად ვართ, განათებაში უბრალოდ ნორმალურად ვართ და გადავედით შემდეგ ეტაპზე, სადაც იგივე კოპის ვაკეთებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე ფანჯარასთან ახლოს ზის პატარძალი, ამიტომ ჩვენი ლურჯი შუქი უფრო მეტია. აი ამ შემთხვევაში იქნება მე მგონი იდეალური. ოდნავ შეგვიძლია გავალურჯოთ. აი ესე. ანუ მეგობრებო, აი როგორი იყო და როგორი გახდა. აი ესეთი ძალიან მარტივი თემაა რა. ჩემთვის არ ვიცი. გადავიდეთ შემდეგ კადრზე. ხო, რა შეიძლება ამ კადრს მეგობრებო, რატომ გადავწყვიტე რომ ეს კადრი გადამეღო ასე. მე ვიცი ახლა რასაც შენ იტყვი, რატო არ გადაიღე ამ მიმართულებით, რომ ეს დაგემალაო, იმიტომ არ გადავიღე, რომ მაგ მიმართულებით უკვე ვიღებდი, აი ესეთი რაღაცები მაგ გადაღებული. შეიძლება მაქვს კიდევაც გადაღებული, უბრალოდ სხვა რაღაცას აკეთებდა მაშინ ჩვენი subject-ი და არასაინტერესო იყო. შემდეგ უბრალოდ დავდექი აქ იმ მხარეს, ველოდებოდი სხვა პროცესის დაწყებას და მაშინ მოხდა აი ეს გამოხედვა და რო გამოიხედა ამ დროს, კიდე კაი კამერა ჩართული იყო და შეგვჭა ბოლოში ის რაც შეგვჭა. მაგრამ დააკვირდით ახლა კადრს სახე არის ძალიან გაყვითლებული, მე თუ მკითხავთ და რას ვაკეთებთ? ვაკეთებთ იგივეს. ავირჩიოთ. მოდი აი ეს ადგილი ავირჩიოთ. რადგან აი აქ ცოტა სიბნელეც არის და ნათებაც არის, ჩემთვის ყველაზე მარტივად ესეა, შეიძლება ედიტორში ან ფერების გასასწორებლად ძალიან დიდ სიცოცხლეს ვაკეთებ, მაგრამ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ და დააკვირდით აი აქ რა ხდება. ჩვენ ეს ისედაც შევატყვე, რომ გადასულები ვიყავით ძალიან ყვითელში, ამიტომ ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ყვითელი უკან. ასევე დაუწიოთ ცოტა ნათებას, ახლა გადავედით უკვე ძალიან წითელში და დაახლოებით ამ ადგილზე, არა, ისე ლურჯი ვართ, რატო ვართ ამ ხელა ლურჯი, არ ვიცი, დაუბრუნდეთ უკან ჩვენ საწყის. მოდი ახლა ვცადოთ აი ასე. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი კანის ფერი არ გადავაცილოთ აი ამ ზოლს.
ისევ ლურჯი ვართ, როგორც ხედავთ, ისევ დავაბრუნოთ ეს, დავუბრუნდეთ უკან, გადაიწია ყვითელისკენ, შეგვიძლია დავაბრუნოთ უკან ისევ. მოდი გავხედოთ რა ხდება. მე მგონი ყველაზე ახლო ვართ, მაგრამ კიდე ერთხელ ვცადოთ. ცოტა აი ასე. აი ეს არის რაც არის ბოლო-ბოლო, მეტი, ცოტა გადაჭარბებულია ისევ სიმართლე რომ გითხრათ. მაგრამ ეს იმის ბრალია, რომ განათება გვაქვს ძალიან ბევრი. როგორც ხედავთ, დაყვება ცოტა ლურჯი იასამნის ფერები, რაც სიმართლე გითხრათ არ მომწონს. აი ესე იქნება ნორმალური. მოდი ახლა შევიხედოთ იცავ curve-ში. ჩვენ შეგვიძლია სახეზე ოდნავ მოუმატოთ აი ასე მაგალითად შეგვიძლია მოუმატოთ ფერები. თეთრი ფერი არის ძალიან გასული თავზე. როგორც ხედავთ, აი ამ ფანჯრის გამო, აი ამის გამო ჩვენი შუქის მანიშნებელი აწეულია ძალიან მაღლა, ბავშვებისთვის ბოდის გიხდით. მოდი დავუწიოთ ამას ოდნავ. აი ესე მე მგონია ნორმალურია, მეტი აქ ვერაფერს ვერ ვიზავთ სიმართლე რო გითხრათ, ის არის რაც არის. ეს გახლავთ რამოდენიმე საათის შემდეგ ეს კადრები, მოდი მე მგონია რომ იდეა მივხვდით რასაც ვაკეთებ, მოდი გადავიდეთ, გავასწორებ ამ კადრებს და დაგიბრუნდებით, რომ თორე ასე კადრი ძალიან გავიწელებით. მეგობრებო, გავასწორეთ მოკლედ ყველა კადრი მეტნაკლებად, პროცესი იგივეა, არაფერი სხვა განსაკუთრებული. უბრალოდ დაგათვალიერებიეთ, როგორ გამოიყურება ახლა, თუ გინდათ, იცი რა ვქნათ, მოდი ეფექტის გარეშე ვნახოთ, აი ესე იყო ეფექტის გარეშე და ახლა ეფექტით. არ ვიცი. ეს ეფექტის გარეშე და ეს ეფექტით უკვე. ეს ეფექტის გარეშე და ეს უკვე ეფექტით. ანუ ეფექტს გულისხმობ ფერების გასწორების შემდეგ, ეს რო გადავიღე მაშინ როგორი იყო და გასწორების შემდეგ ასეთია. ეს კადრი მეტი აქ ვერაფერს ვერ ვიზავდით, ანუ ცოტა სილურჯე დაგვრჩა, მაგრამ ის არის რაც არის, ანუ ყველაფერს ვერ ვიზავთ. ეს მანამდე, ეს შემდეგ. ესეც მანამდე, ეს შემდეგ. ეს კადრი გახლავთ ფერების გარეშე და შემდეგ ეს ფერებით. მოდი სხვა მომენტში გადავიდეთ, სად არის? ხო, რაც შეეხება აი ამ კადრებს, ეს უკვე არის გადაღებული შუა დღეს, მეგობრებო. მოდი განახებთ ფერების გარეშე და ეს უკვე ფერებით. ესე გამოიყურება ეს უფერული და ეს უკვე შემდეგ ფერებით. ეს კადრი მაგალითად ეს გახლავთ გადაღების დროს, ეს უკვე ჩვენი ფერების კორექციის დროს და გადაღებულია ეს უკვე მზის ჩასვლის დროს. ესეც იგივეა, მზის ჩასვლის დროს ფერებით და უფერული ასე გამოიყურება. იგივე, უფერული და ფერებით. როგორც მოგახსენეთ, არაფერ განსაკუთრებულს არ ვაკეთებთ. უბრალოდ ოდნავ უმატებთ ხოლმე რაღაცეებს. ჩემ შემთხვევაში ასეა, როგორც მოგახსენეთ, მე პროფესიონალი ამ ამბის არ გახლავართ და დღემდე ვსწავლობ რა როგორ ვაკეთო. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ლოგით არ ვიღებ, ეს გახლავთ ფერები. იმიტომ რომ დღის სხვადასხვა მონაკვეთში მიწევს ამის გაკეთება და მე ჩემთვის რთულია, მაგალითად, შემდეგ საათნახევრიან ვიდეოში ისეთი ფერები დავალაგო, რომ თითქოს და ერთ ფერებშია ყველაფერი გაკეთებულიო. მე მიჭირს ესეთი რაღაცის კეთება მაგალითად. ესეც მეგობრებო, როგორც ხედავთ, ფერების გარეშე და ახლა გახლავთ ფერებით, აი თქვენ თვითონ ნახეთ, რა მაქვს გაკეთებული, არაფერი განსაკუთრებული, ძირითადად რო ვიპოვი ხოლმე გამოსავალს, შემდეგ copy paste ვაკეთებ და ეგ არის და ეგ და ღამე მეგობრებო, შვაღამეს, მოდი მუსიკის გარეშე მოусმინოთ ამას. ეს გახლავთ, მხოლოდ ეს კადრი გახლავთ, მე მგონი გიმბოლით გადაღებული, ეს გახლავთ როგორ გამოიყურებოდა. ცოტა გადანათებულია, იმიტომ რომ ერთხელში მიჭირავ შუქი და თან უკან მივდივარ. ასევე აი დააკვირდით, აი ეს არ მომწონს ყველაზე ძალიან გიმბოლის, რომ პატარა მოძრაობა და აი შეიკი გაქვს მერე. არა უშავს, რაც არის ეგ არის. ამ კადრში მეგობრებო
აი ეს უკანა განათება, რომელსაც ხედავთ, ჩემი დაყენებულია და ასევე წინიდანაც ვანათებ. ნუ სხვა გზა არ არის ხოლმე ბოლოს. ნუ ახლა რაც შეეხება ლატს. რა ხდის ამას ისეც რომელიც ფერების თქვენ ასე ძალიან მოგწონთ. ნუ ეს გახლავთ უფერული, ეს გახლავთ ფერით და მომენტი რომელსაც ყველა ელოდით. რა არის ის, რასაც ვაკეთებ მე? და გინდა იცოდეს შენ. ნუ adjustment layer-ი, რომელიც აი ასე მარტივად შეგიძლია გააკეთო, adjustment layer. Okay. მე ამოვიდან თაკ, დავადებთ. სად არის ოღონდ? სწრაფად უვიზობთ ამას, ძალიან კაი იქნება. გადავწელავთ მოკლედ მთელ ვიდეოზე, იმიტომ რომ გვინდა რომ მთელ ვიდეოს ეს ფერები დაყვებოდეს. შემდეგ მეგობრებო, შევდივართ creative, საიდანაც შეგვიძლია დავამატოთ ლატი. მოდი მოვნახოთ ჩემი ლატი, რომელიც განისვენებს დესკტოპზე, რა თქმა უნდა. My stuff. Natural. ეს გახლავთ მეგობრებო, ჩემი ლატი. აი ასე გამოიყურება. მოდი რამე კადრს, უკეთეს კადრს გავიღებთ. რომ ლამაზი რო იყოს სანახავად. ვერ შეიძლება არ მოგეწონოთ. ხან ანუ ეს ლატიც იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მუქია ჩემი გადაღებული და როგორც განახეთ, დააკვირდით განათებას, აი აქ, აი ამას დააკვირდით, რას უშვება ჩემი ლატი აი ამ კონკრეტულ განათებას. ეს გახლავთ ლატის გარეშე, ხედავთ რომ აი ეს ცა განათებულია და ზუსტად ამას გიჩვენებთ აი აქ რომ ასე მაღლა არის და შემდეგ ლატს რომ დავადებ, ანუ ასეთი ხდება, ძალიან უწევს დაახლოებით 10%-ით ქვევით წევს განათებას. ხო, აქ ერთი რამე გვაქვს შესასწორებელი, რადგან ჩვენ უკვე დრონის კადრზე დაყენებული გვაქვს უკვე თავისი ფერებით არის დრონის კადრი, ჩვენ აი ამ კონკრეტულ ორ კადრზე ჩვენ ლატს უნდა დაუწიოთ, სხვა შემთხვევაში ძალიან ცუდი სანახავი იქნება ეს ყველაფერი. როგორც წესი ვაყენებ ხოლმე 50%-ზე, არა, ეს არა, აქ რა მინდოდა. აი აქ ეს მინდა დავაყენოთ 50%-ზე. მეგობრებო, რადგან ლატია და გონია რომ ყველაფერზე უნდა იმუშაოს, არ არის ეს ასე. ლატსაც ჭირდება თავისი adjustment-ი, ეგრეთ წოდებული. სულ ეს იყო რა, მეტი რა შეიძლება ითქვას. ახლა დავარენდერებთ ამ ყველაფერს და ალბათ სადღაც ვიდეოს ბოლოში აღმოჩნდება და შეგიძლია უყურო ამ ვიდეოს თუ რა გამოვიდა, რა იყო და რა გამოვიდა. მადლობას გიხდი ყურადღებისთვის და კიდევ ერთხელ ბოდის გიხდი თუ თლად საინტერესო ვერ გამოვიდა ეს, გულწრფელი ვიქნები თქვენ წინაშე. ყველაზე დიდი მნიშვნელობა ამ ჩემთვის მაგალითად აქვს იმას, რომ რამდენად მაქსიმალურად სწორად გადავიღო, რასაც ვიღებ, რომ შემდეგ აი აქ საჩალეჩო არ მომიწიოს, იმიტომ რომ არ მესმის, არ არის ფერების კორექცია და editing-ი ჩემი საუკეთესო მხარე, ვცდილობ ყოველ წელიწადს რაღაცეებს ვამატებ, არ ვთავდაბლობ, მართლა გულწრფელი ვარ, რო გეუბნებით, რომ არ ვიცი ეს თემა ისე, მაგალითად როგორც კამერა ვიცი, შეიძლება არც ის არ ვიცი საუკეთესოდ, მაგრამ კამერა და გადაღება უფრო მეტად ვიცი, ვიდრე editing-ი და ფერები. ამას ყავს თავისი პროფესიონალი, ეს არის ცალკე პროფესია, editing-იც ცალკე პროფესია, color grade-ის ცალკე პროფესია, ასე რომ ჩვენ იუთუბერები მოკლედ ყველაფერ ჩიკები ვართ და ვიბრალებთ ბევრ ისეთ საქმეს, რომელიც სიმართლე გითხრა არ უნდა იყოს ჩვენი საქმე, მაგრამ ის არის რაც არის. მოკლედ, მადლობა, უღრმესი მადლობა თუ ამდენი ხანი უყური ამ ვიდეოს, რა ვიცი, იმედი მაქვს რამე საინტერესო მოგაწოდე ინფორმაცია. მოკლედ მეგობრებო, სულ ეს იყო რაც ვიცოდი მე ვიდეოების შესახებ, ეს არის ბოლო ვიდეო ამ სერიიდან. ვიდეოს რაც შეეხება ფაქტიურად, ეს იყო ფოკალი, white balance-ი, განათება, ფრეიმები, რავი, რაც გავიარეთ და ყველა ის ხელსაწყო, რომელსაც ვიყენებდი მე სტაბილური კადრებისთვის. ამით მე ვფიქრობ, ამოვწურეთ, არ ვიცი ხა რამდენად ბოლომდე ამოვწურეთ ეს თემა, მაგრამ ჩემი ცოდნა რაც იყო ამის შესახებ მაქსიმალურად გაგიზიარეთ. შეგარგოთ ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ და რავი, იმედი მაქვს, ოდესმე ვნახავთ თქვენს მიერ გადაღებულ ფილმს. და რავი, ძალიან ვიამაყებ თუ ეს რამე ჩემი ცოდნა გამოგადგებათ, დიდი ხანი ვაგროვებდი ამ ცოდნას და თქვენთვის მიჭუქნია აბა head და აბა hot, peace amigos.
ხო და გაუშვათ ახლა ეს ვიდეო. ჩართეთ ფირი.